რა ხდება ყოველთვის ინტერესდება ხალხის აზრით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება თბილისში. რა ხდებოდა 8 წლის წინ და რა ხდება ახლა. რა აწუხებთ, რა მოსწონთ და რა იდეები აქვთ ადგილობრივებს. ახლა ვიმყოფებით ლილოს დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში. ადგილობრივებისგან გავიგებთ, როგორ ვითარდება ეს უბანი და რა მოლოდინები აქვთ მაცხოვრებლებს. აქ სკვერი არ იყო, რაღაცა ისეთი სიბინძური რაღაცა. ეხა ხედავთ რა არის, ხო? ნახეთ რა სიმშვენიერია, ნახეთ. მე აქ მოვდივარ ყოველ დღე. შეიცვალა ის რომ გამოვჯამრთველდი. მე სუნთქის ვარჯიშებს ვაკეთებ. იოგის ამბავია ეს ღრმა ჩასულ გამოსუნთქვა, აბა უკეთესად და სად ისუნთქებ. ის შეიცვალა რომ გამოვჯამრთველდი. აი ხა ასეთივე პროექტი იყო იქით სტადიონთან. არ ვიცი, როგორ ზრდიან ეგეთ ველურ ბავშვებს, მე არ ვიტყვი. ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ბავშვების გაკეთებული არ არის, დალეწეს ყველაფერი. კი, ძალიან კარგი იყო იქაც. რა ქნას ეხლა მერია წვალობს, რაც შეუძლია, ხო? ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობის და ეს ბავშვის გაკეთებული არ არის, ეს არის დიდი, 17-16 წლის კაცის გაკეთებული ეს როლი ეწავე. მიყვარდა იქ ვარჯიში. აქაც არის ეგრეთ წოდებული ტრენაჟორები, აქაც არის. მაგრამ ის უფრო პრიმიტიულია, ის უფრო ადვილად ხელმეწიფებოდა მე როგორც პენსიონერს და მოხუცი ბებე არა ადამიანს სპორტსმენს და რაღაცა. ეხლა ეს ხეები ერთ-ორ წელიწადში ცირა იქნება, აქ იქნება ედემის ბაღი. ნახე შვილო ის ხეები ძელ პატალები არიან. მე 2 წელიწადში რომ გაიზდებიან და ისა აქ იქნება არაჩვეულებრივი თუ არ დალეწეს კიდე. მე მგონი ვიდეო თვალი არის და ვიღაცამ უნდა უპატრონოს ამას. ძალიან ლამაზი ბუნება არის, ლამაზი ხეები. ძალიან კარგად ვერთობით რა, ხან წუწავ, ხან ბავშვებთან თამაშობ, ხან ბატუტზე კატაობ, ხან იმანქანით ვკატაობ. შენ როგორ ერთობი ხოლმე აქ? კარგად, ჩვენ მეგობრობთ, ხო ესეა? კი. თქვენ ერთმანეთის აქ გაიცანით, აქ დამეგობრდით? კი. ძალიან კარგი. მაშინ დაჭერება სავთამაშობდით, ესეც გვინდოდა რა ვათამაშოთ ხო და მე კი ერთმანეთი გავიცანით. ნაგავის ბუდე, აქ იყო ნარკომანების ბუდე, აქ იყო რა ჩრეები არ ხდებოდა. ეხლა შეხედე რა სილამაზეა. როგორ შეიძლება შედარება აი 8 წლის წინათ და ეხლამდელი. ეხლა რა ასლაპარაკო, რა ბავშვები როგორ ხარობენ. აი ჩემი სანამოხუცი ხალხი გამოდიან და ისვენებენ. დილით უნდა ნახო რამდენი ქალები დადის. ვარჯიშობენ. სანამ ეს კვეი გაკეთებოდა, იქნებოდა სულად გამოიყურებოდა ბუნება და სიბინძურა იქნება და ეხლა რომ გაკეთდა მშვენია ეს პარკი, ჩვენი პარკი რომ გაკეთდა, კაი სუფთაა ბუნება. მე ვისურვებდი ველოსიპედების გზას და წესებს. რიონელაია რომ მე ძალიან მომწონს აქაურობა და მეც არაფერს არ ვსურვებდი. უფრო სიმწვანოს ხედავთ და ვერთობით ამ პარკში. მიგივე ძალიან ხშირად მოვდივართ აქვს და ძალიან კარგია. ადრე რავი ნანგრევები იყო აქა და რა ვიცი. შედარებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ ბევრად კარგია და რა ვიცი. ბავშვები ერთობია რა. მადლობელები ვართ, რაც გააკეთეს რა. აქ საერთოდ არაფერი არ იყო, დანგრეული, მინგრეული ადგილი იყო. ეს ძალიან კარგია, ბავშვებისთვის ძალიან კარგია, ყოველ საღამოს მოვდივართ, ვერთობით და მადლობელები ვართ. მოვდივართ, ვისვენებთ, ბავშვები თამაშობენ. ყოველ საღამოს ამ დროს უკვე მეუბნება ბებო, წავიდეთ პარკში. მიხარია, რა თქმა უნდა. ძალიან კარგია. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ანტისანიტარია, დანგრეული შენობები იყო და ცუდი მდგომარეობა იყო. და ეხლა ძალიან კარგად გამოიყურება პარკი. კმაყოფილები ვართ და ძალიან გვიხარია, რომ
ბავშვების გასართობი ადგილი არის და დიდებისთვისაც დასაჯდომი და მოსასვენებელი ადგილია. და ძალიან მადლობლები ვართ, იმიტომ რომ სასეირნო ადგილია, ბავშვებისთვის ველობილი კი და ყველაფერი საინტერესო. ახლა ვიმყოფებით პარკეთილში, რიგის პარკში. ადგილობრივებისგან მოვისმენთ აზრს საკუთარ უბანზე, რა გაკეთდა, რა შეიცვალა და რა იდეები აქვთ მათ. ესეთი არისო. გაგვილამაზა ჩვენ დეპუტატმა რეზო სოხაძემ, ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრი რო არის და ეგეთი პარკი რა ვიარსად არაა მგონი. ხეები დარგა ისეთი დასვენება აღარ მოგინდება, არცად წასვლა. აი ბავშვები ისე კარგად ერთვე პარკი გინდა, ხეები, რა ვიცი, ყველაფერი კარგი, სისუფთავეც. ყველაფერს აწესრიგებენ. ესეთი მოწესრიგებული ვაკე საბურთალო არ არის, როგორც ჩვენი ვარკეთილი არის და აი ეს კორპუსებზე რო ნახატებია კიდე, ეს ძალიან კარგები არის და ძალიან სასიამოვნოა, აი ბავშვები ძალიან ერთობიან, ეგეთ ჩემებიც აქ მყავს ახლა და უხარიათ. მე ძალიან კარგად და ძალიან მომწონს ვარკეთილის ეს პარკი და ძალიან მიყვარს ესეთ რაღაცეებზე მე სულ ყველგან დრო დავდივარ ხოლმე ესეთ ადგილებზე და ძალიან მომწონს ეს პარკი. ძალიან კარგი პარკია, მადლობა ვინც ეს ფონტანი გააკეთა. ძალიან მომწონს ეს პარკი. რავი, სასრიალოები, დახუჭობანა, დამალობანა, დაჭერობანა, ვერთობი ძალიან კარგად. ძალიან სუდი მდგომარეობა იყო. პატრონი აიგზნობოდა, აქ არც ხეიზდებოდა არაფერი. აი მოვიდა ბატონი რეზი სოხაძე, მთელი ვარკეთილი გადააქცია ედემათ. ეს მაგის დამსახურებაა. ყოველ დღე მაგის სახელს იხსენებთ. ღმერთს თხოვთ, რომ რეზი სოხაძე ამ ცხოვრებაში ყველაფერში გაამარჯვინოს. ესეთი დიდი სიკეთე გააკეთა. ყველას მოსწონთ. გინდა აი კითხეთ ამ ახალგაზრდას, ნებისმიერს ვინც აქ ცხოვრობს და მარტო კარგს ეთქოს. ჩვენ სიზმრათაც არ დაგვესიზმრებოდა, რომ გავიღვიძებოდით და ასეთ გარემოში ვიქნებოდით. ბავშვები ბედნიერები არიან აქ რო იზრდებიან. ეს არის ედემი. ასეთი ედემი რეზი სოხაძემ ყველგან ააშენა. ვარკეთილში აქ მოსახლეობა სხვა სამყაროში ცხოვრობს. ბედნიერები არიან, განსაკუთრებულად პატარა ბავშვები და მაგათი მშობლები. არა გუჯერა, სადაც ცხოვრობთ. რა, მე მგონი თბილისში საუკეთესო ადგილია. ჩვენთან სხვა უბნებიდან მოდიან სტუმრად, თბილისის ყველა უბნიდან არიან აქ ნამყოფი. ასეთი ადგილი არ უნახავთ. დაახლოებით 6 წლის წინ მახსოვს, რომ ასეთი სიტუაცია არ იყო, აქ ესე მოწესრიგებული არ იყო, ეს ამდენი სკამებიც არ იყო და ეხლა ბევრად უკეთესი არის, იმიტომ რომ თითქმის ყოველდღე გადმომყავს ბავშვები და ამ სიცხეში იქ შადრევანშიც ერთობიან, აქ პარკში ერთობიან, მე იქით გადამყავს ხოლმე უკან. იქაც ძალიან კარგად არის მოწესრიგებული, დიდი საქანელები არის და უსაფრთხოებაც არის, რა თქმა უნდა, დაცული. ჩვენს უბანში კიდევ გაკეთდა ხევის პარკი. ხევის პარკიც არის ძალიან კარგი ბავშვებისთვის, იმიტომ რომ თითქმის ყოველდღე გადამყავს იქაც. სკეით პარკიც არის და სკეიტებით თამაშობენ და იქით უფრო დიდი არის ეს პარკი, უფრო მასშტაბური არის. ეს გაკეთა ეგ მახსოვს, ეს რიგის პარკი მახსოვს და კიდევ ზემოთ სუხიშვილზე არის გაკეთებული პარკი. ისიც ძალიან კარგი მოწესრიგებული არის და ლამაზი არის, რა თქმა უნდა. კი, ძალიან ბევრი სკვერი გაკეთდა, გამწვანება რაც თავარია, ანუ გამწვანებას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება და ეხლა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აქ რო გადმოვყავს რაღაცა, აქ მაინც არის ჟანგბადი, ვიდრე იქით სადაც ცხოვრობთ, და კარგი არის, რა თქმა უნდა, ეხლა როცა მიწევს თითქმის მთელი ზაფხული თბილისში მყავდეს ბავშვები, დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, გამწვანებასაც და პარკების ესე მოწესრიგებასაც. მარიყო მოვლილი. ეს ყველაფერი და არ იყო კარგად დაგეგმარებული და დაპროექტებული და შესაბამისად ბავშვებს გვიჭირდა ნორმალურად თამაში. ადრე იყო აქ პარკები, მაგრამ რა თქმა უნდა ესეთი მოწესრიგებული არ ყოფილა. ეხლა ძალიან კმაყოფილი ვართ ამ სკვერებით, პარკებით, ძალიან კმაყოფილი ვართ, მაგრამ ერთი შენიშვნა გვინდა მოგცეთ. ძალიან ბევრი ძაღლები დადის და აი ამ ძაღლებს თუ ცოტა რაღაცნაირად მოაწესრიგებთ, კარგი იქნება. ეს არის ადამიანების სკვერი, არა ძაღლების და საღამოს იმდენი ძაღლია, რომ დავჯდებით სკამზე,
არ გვსიამოვნებს. ჩვენ უბანში ძალიან კმაყოფილი ვართ ამ სკვერების მოწესრიგებით ნამდვილად. ისე ყველაზე მეტ მომწონს ზემოთ ფანტანი რო არის, ანუ მან ძალიან მამაზია და ხოლმე მან დავდივარ. უფრო მეტი შეერნობა დავიწყე ისე თავის ცხოვრებაში. ხოლმე გარეთ არ გავდიოდი და ახლა უფრო მეტად ანუ დავსეირნობ ამ პარკში. პარკის ადგილას იყო სულ ნაგავი და დაბნელებული. აი რა სხვაობას ხედავთ, როგორ შეიცვალა? სუფთა გარემო არის, სუფთად არის გაკეთებული ყველაფერი, შვიდად არის. ჩამოხვალ გესიამოვნება ყველაფერი რა. ბავშვებიც კარგად ერთობიან, სიბინძური აღარ არის, კამერები არის. ნუ, კაი სიტუაცია, რა თქმა უნდა. ანუ ძირითადად აქ წინ გაკეთდა კიდე ველობილიკი და ის სასრიალო ისენი. კი აქ დაყოლა სულ ყველგან გარშემო ეს არის გაკეთებული პარკები, ნუ მოწესრიგდა ყველაფერი გარემო. კარგად არის ყველაფერი გაკეთებული. გამწვანება არის ბავშვებს ხარია, დიდებსაც უყარია. ასეთი პარკები ძალიან ბევრი ეს რა ქვია, გაკეთდა და ძალიან სასიხარულოა და კარგია. მეგობრებთან ერთად ჩამოვდივარ ხოლმე და სეირნობთ ხოლმე. სულ ამ პარკში ვართ ხოლმე თითქმის და კაი დროს ვატარებთ ხოლმე რა. 5 წელიწადი არის ასაკეთ ცხოვრობ ჩვენ ვარკეთილში და რა ვიცი მე რაც გადმოვედი ეს სკვერი იყო და ორი შვილი მყავს და დამყავს ახლა დღეს ისეთი სიცხე იყო გამომიყვანენ და გაერთნენ შადრევანში დიდი სკვერი არის აღჭურვილი არის ბავშვებისთვის კარგად და რა ვიცი რა ესენი თუ ერთობიან მეც უფრო ვისვენებ და ერთობით ნაგვი ეს იყო ნაგვის ბუდე ადრე ახლა რა სხვაობას ხედავთ? რა სხვაობას ვიზახი სანამ მოვიდა ჩვენი საქართველოს გმირი ბატონი კახი კალაძე ყველაფერი გაკეთდა და აი ესე აი ესე გადმოვინაცვლეთ ხევის პარკში. მოდით გავიგოთ რას ფიქრობენ ადგილობრივები ახალ რეკრეაციულ ზონებსა და უბნის ზოგად განვითარებაზე. ხევი იყო და ძალიან ცუდი ადგილი იყო როგორც ვიცი. სავალი გზაც არ იყო როგორც მახსოვს. მე პირადად ეხა ძირითადად აქ გამოვდივარ ხოლმე და რავი, ჩემი სახლიც აქვე არის და უფრო კომფორტულია რა ხევის ყურებას, ეხა ეს პარკი ბევრად ჯობია. ამ სკვერში იყო ნაგავს საყრელი. წყალი მოდიოდა ძაღლები, უპატრონო ძაღლებით სავსე და ნაგვით სავსე იყო. ეხლა ბედნიერი ვარ. აი ეს ბაღი მაცოცხლებს. მარტო მე კი არა, ალბათ აქ მოსახლეობას გადასარევია, არაჩვეულებრივია, მაგრამ ერთი ნაკლი უნდა ვთქვა. ოღონდ მოსახლეობას ეხება ეს ნაკლი. ნაგავი გამოვაქვს ოჯახის და ყრიან ბაღში. რაზედაც ძალიან მწუხვარ მე პირადად და ძალიან ბევრი ესეთი და ისე შეღავათია ძალიან დიდი ჰაერია აქა და ხალხმა ერთმანეთი გავიცანით. ადრე არ ვისობდით ერთმანეთს. ეხლა თან აი ამ ჩემაც უგამ ხალხი გამაცნო და ბედნიერი ვარ. მე ხა პენსიონერი ვარ და მთელ დღეს დილას აღამოს აქ ვატარებთ, ვარჯიშობთ, ფეხბურთს ვთამაშობთ და პენსიონერებისთვის გადასარევია, ნუ ბავშვებისთვის თავისთავად. აი ძალიან მინდა რომ ხალხმა დაიცვა სისუფთავე. აქ ასუფთავებენ, მაგრამ თვითონ ხალხი არ იცავს სისუფთავეს. ამ პარკის ადგილას იყო ნაგავს საყრელი. თუ ვინმეს რამე ჰქონდა ალბათ ეზოდან გამოსატანი სახლის შენებლობისა აქ ეყარა. რა სხვაობას ხედავთ აი მაშინდელ დროსა და დღევანდელობაში? ახლა მას რემათვალით აინახა ყველა ძალიან ლამაზი, ძალიან სასიამოვნოა ყველაფერი, გასართობები, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს პარკი, ზევითაგერ პარკი გაკეთდა კიდე ის პატარების ძალიან ლამაზი. მე საზღვარგარეთ ვიყავის და რო ჩამოვედი მას მე ძალიან შეცვლილი დამხვდა ჩემი საქართველო და ძალიანაც მოხარული ვარ რომ შეიცვალა ყველანაირად. აი მე ძალიან ცუდი სიტუაცია იყო სიმართლე გითხრათ. სულ ბალახები წამოსული, მოუვლელი საერთოდ იქეთ ბუჩქები იყო
სადაც მაპატიეთ და ლოთები გროვდებოდნენ და ლოთები ახლა იცით რასაც სვამდნენ. ხო, და არც ბილიკი არაფერი, იქიდან ჩავდიოდი ხოლმე. მე მოკლე გზით როცა მინდოდა გადასვლა, ჩავდიოდი და იყო აი ესე მთაზე რომ აი ესე პატარა ბილიკი გაკეთებული, რამდენჯერ ფეხი გაგვსრიალებია და მიფიქრია კიდევაც რომ ნეტა აქ რომ შეიძლებოდეს მოსახლეობამ გავაკეთოთ კიბეები, რა კარგი იქნება თქო და რამდენიმე წლის მერე მართლა ახდა ეს ოცნება. შედარებაც არ შეიძლება. 64-ია. აი ამგებელი ვინც იყო სოხაძე, ხო? გამგებელი არა, მაჟორიტარი, ხო, არ ვიცი ვინც იყო. აი სულ მადლობას ვუხდი მაგ ახალგაზრდას, იმიტომ რომ ნამდვილად გაამწვანა. ჯერ ესერთი ეს პარკი ისეთ გახადა 64 და საამაყო სხვათა შორის და პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის უპირველეს ყოვლის, აი ახალგაზრდები გარეთ გამოსულები, ჩაკეტილები არ არიან, ამ მობილურებში არ არიან, იზოლირებული არ არიან ყოველ შემთხვევაში. მიღარია რომ გამოვდივარ, ყოველდილით აქ გამოვდივარ და მივდივარ სამსახურში. ხო, სიამოვნებით, აი როგორც იტყვიან ყოველდღე, აი ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ. იქეთ რიგის პარკია. ყველგან არის საერთოდ ვარკეთილი ძალიან, აი მწვანე უბნად იქცა, უბანი თუ შეიძლება ითქვას, რა ვიცი, ქალაქს ვერ ვიტყვი და უბანი შეიძლება ითქვას, მართლა მწვანე უბანია. ისე კი არ არის ერთხელ დაირგო და მორჩა. უვლიან, დაუკვირდით რა სისუფთავია, სიკოხტავია, გადაკრეჭილი, მოვლილი. მე ძალიან მომწონს. უბრალოდ ზოგჯერ რომ ნახავ დაყრილ ცოტა მოსახლეობას უნდა მოუწოდოთ იმისკენ, რომ აი ეს რაც კეთდება, მათთვის კეთდება და არა ვიღაცისთვის. ამიტომ ცოტა ეს სისუფთავისკენ მეტი ყურადღება. აი ამას ვისურვებდი მე. ეს კვირი სანამ გაკეთებოდა, გადათხრილი იყო აქაურობა და ანუ საერთოდ არაფერი არ იყო და ისეთი იყო რომ აი აქ კაცშვილი არ დადიოდა და ანუ არავინ არ ვაფშე კაცშვილი არ ჩანდა რა აქ. ეხლა რასაც ხედავ ყოველ საღამოსაც აქ მეგობრები ჩვენც დავდივართ აქ და ყველა ისე არის რომ გახარებულია რომ ყველას ბავშვები გამოყავს, ოჯახებით გამოდიან და ყველა ბედნიერი არის ერთი სიტყვით რო თქვა აქ რო გამოდიან რა. ამ უბანში შეიძლება გაკეთდეს კიდე აი რამე გასართობები მაგ ბავშვებისთვის და ზოგადად აი სტადიონები ბევრი არის, მაგრამ ისეთი არის რომ გასარემონტებელი არის კიდე სტადიონები ზოგ-ზოგიერთი და რო გაარემონტონ ძალიან კარგი იქნება, ეგეც გაგვიხარდება აქაურ მაცხოვრებლებს. ძალიან დიდი ის იყო, რა ქვია, რაღაც სიბინძურე და ნაგავი ეყარა. კი, მახსოვს, ეხა მოგწონს, ბავშვები გამოგვყავს სულ და არა ძალიან კმაყოფილი ვართ, რა ვიცი, აქაური მაცხოვრებლები ძალიან სიმწვანეა და სულ ყოველთვის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და ყველაფერი კარგია, რა ვიცი. მე ხა ცოტა იქით ვცხოვრობ და ეს ხა უფრო დიდი სივრცეა და იქაც გვაქვს პატარა სკვერი და ისიც ძალიან მომწონს, ძალიან კარგი გამწვანება და აი ივერის ღვთისმშობლის ტაძარია და იქ გააკეთეს კარგი სკაუტისტების თუ რა ქვია პამიმების ესენი დამყავს ხოლმე სკეიტების ისა, ხო ძალიან მოსწონთ. ძალიან ლამაზი ადგილია, ჰაერია და გამწვანებული აქაურობა. უფრო ხშირად დავდივარ აქ, თითქმის ყოველდღიურად. ანუ დიდად არაფერი არ იყო ხევი, მაგიტომაც ქვია ხევის პარკი მაგას და რავი, ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გააკეთეს ყველაფერი. სხვათა შორის ძალიან ხშირად გამოვდივართ, აი პატარა დამყავს და საქანელებიც რო არის გაკეთებული, ძალიან ხშირად გამოვდივართ. მე დედა და პატარა დაც და ამიტომ თან ახლოს ვცხოვრობთ და ამიტომ ძალიან კარგად ვატარებთ აქ დროს. ვარკეთილში ვფიქრობ, დამპალოს პარკიც ძალიან მომწონს, მანდაც ძალიან ლამაზია და ზევითაც ვარკეთილშიც ძალიან ბევრი პარკი არის, ახალი რომელიც გაიხსნა და ძალიან ლამაზი პარკებია სხვათა შორის. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ხევი იყო და ხალხს მართლა არ შეეძლო აქ გასვლა და სერენობაც კი ზედმეტი იყო. ისეთი ძალიან ცუდი სიტუაცია იყო რა. ძალიან კმაყოფილები ვართ. მართლა ყველაფერი ისე არის, აი როგორც ადამიანებს მოიწონებოდათ რა და ძალიან მოგწონს და ძალიან კარგად ვერთობით ყოველდღე თითქმის ყოველდღე გამოვდივართ სასეირნოდ და ბავშვები ბედნიერები არიან და მათთან ერთად მშობლებიც, იმიტომ რომ ვისვენებთ, ბევრი მოსასვენებელი ადგილებია, სკვერები, ანუ გასართობი გორკებია და კარგად ვერთობით.
ადრე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, მართლაც რომ ტყეს მიქონდა ყველაფერი და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მე ხელით შეუწყვე, ეგ საგარაჟე ადგილი იყო ჩემი და რომ მითხრეს რომ საჭიროა ასე, მე იმ წუთშივე დავთმე ის საგარაჟე ადგილიც და აქეთ ბოსტანი მქონდა კიდე. ჩემი დარგული ხეები ახლაც ხარობს აქა. ჩემი შვილი ღებულობდა მონაწილეობას, იღებდა უпростоრად მონაწილეობას ბაღის მშენებლობაში. ზამთარ ზაფხულ მოკლედ ძალიან ისეთი შრომატევადი იყო აქ მუშაობა, მაგრამ მაინც მუშაობდა და სულ ამბობს, აი ჩემი გაშენებული ბაღიო პარკი იქით ქვევით რო არის, სადაც ეს არის აუზი და აი იქ იყო ძირითადად. მე აგერ ვცხოვრობ მე-17 კორპუსში და რა თქმა უნდა ფანჯარას გავაღებ თუ არა სიამოვნებს ასეთი სილამაზე და ვხედავ როგორ შრომობს აქაური თანამშრომლებიც. ისე უვლიან პარკს, რწყავენ კიდეც, თავს დასტრიალებენ თითოეულ ხეს. კარგია ყველაფერი და მადლობელი ვარ ცოხაძესი, რა თქმა უნდა, ეს იმდენად გულთან ახლოს მიიტანა და ნამდვილად დასაფასებელია, რომ ამდენი ხალხის სიყვარული დაიმსახურა.